რაიმე ღმერთო მე მგონი კვდები უფალო, მაგრამ რა იქნება რომ 1 20 25 წუთი რომ გამიხანძლივო სიცოცხლე უფალო რომ აი ამ დროს 9-ზე ანზორი მოდის თავის სახლში და მაგ დროს მინდა რომ თავის ცოლი ნახოს ფეხეფაწეული გოჩასთან რო იქნება უბრალოდ რეაქციები მაინტერესებს და მე თუ გინდა წამიყვანე უფალო შენთან მე აღარ ამჩვენებ რეაქციებს შემახედე სადარიან რამდენთან დავრეკე რამდენთან ჩემს სამეზობლოში წერილს ავწოვებ მეთქი და განამოვიდნენ მე კიდე რა ვიცი ერთი ფაჩუნი და ეგრევე ყური მაქვს მიდებული მაგათ კარებთან რაიმე რა ხდება დალდეიდა ხდება რაიმე ქალბატონო რა ხდება თამუნა როგორ ახარ ბებო ჩემი ლეკიაშვილი ჩემი ცია გინაცალეშვილო აგე ცუდად ავარ მიმაქვს წერილი არა და ეხლა ბებო სიკვდილი იქნებოდა როგორ მინდოდა გამეგო შენი ცოლი და ამის სიქმარი ხო ერთად არიან შვილო და 9 თვის მერე თვითონ ბავშვი ვის დაემსგავსებოდა დედის მხარეს წავიდოდა ამის გენეტიკაზე თუ მამის მხარეს აი ხა ეს არის ხვეწე აი ეს ხასი ეხა მეგობრები ვარ და მეზობლები გენეტიკა აქვს კარგი გაკეთები საიდან იგონებს არ ვიცი ხალო აი მე მაგიჟებს ეს ხალი არ ვიგონებ თამუნა არ ვიგონებ გენდაცვალე თქვენ ხო გონიათ რომ რაღაცებს ბოდო მაგრამ ისე შენი ცოლის ყვირილის ხმა ეხლაც ჩამესმის როგორ ხონეშავდა რაიმე დალიდეიდა ისედაც ესეც მდგომარეობაში ხარ გეხვეწებით რა დალიდეიდა ცუდად ვარო რო კითხო მე ჩემს თორს ისეთ ყურადღებას ვაქცევ ერთი თმის ღერი არ ჩამოვარდება თავიდან რა აბა რა მალხაზი ხარ კაცო ახლა მართალია რაღაცებს იგონა აბა რა ჩემი თვალით დავინახე ის ცხოველი ის მხეცი რომ თემებში წვდა თემებში და აი ესე რომ ათრებდა და ესეც რომ დაკიდებული იყო არ გაჩერდეო მე მეუბნებოდი არ გაჩერდეთ მაგრამ პრინციპში შეიძლება არც ჩამოუვარდა თმის ღერი არ ვიცი შვილო აი ეს არ არის ნორმალური ნუ აი საიდან იგონებს რა თქოს ჩამოვარდა მივდივარ შვილო ცუდადა მალხაზი რა არის ჩამოვარდება ვის არ ჩამოუვარდება რა თმის ღერი არ ჩამოუვარდება ეგ მაინტერესებს რას ქვია თმის ღერი არ ჩამოუვარდება ვის რა თმის ღერი არ თმის ღერი არ ჩამოუვარდება ის კაცი რო ჩაბღუჯმისო თმაში რო ჩამო ერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდება შენ ნორმალური ხარ ერთ ბოდიალობ ეხლა მოგო აბა რატო არ ჩამოგივარდება ერთი თმის ღერი რატო უნდა ჩამოვარდნოდა ვერ გავიგე თმის ღერი მალხაზი რატო აბა თმებში თუ გიკავებს არაერთ არ გივარდება ერთი თმის ღერი არ ჩამომივარდებოდა მე ხო ძირების გასამაგრებელ შამპუს ხმარობ არა ბიჭო არ იცნობ კარგი ეხა მალხაზი რა ბოდავს რაღაცებს ბოდავს ვერ ხვდები არ ღირშვილო ერთი ბოს გამო რა თქინდა რომ რაიმე გაიწიე რა კარგი ეხა ქალბატონო მართლა საპატიებელი არ არის მივდივარ შვილო მივდივარ ამ ქვეყნად პირი მიშრება და სიკვდილის წინ მოდი თამუნა მე მოდი აქ დამიჯექია იქ თამუნა ბებო იქნება სიკვდილის წინ ერთი თხოვნა შემისრულო კი შეგისრულებ მითხარით დარც თუ გამაყოლებ კი ყველაფერს შეგისრულებ ერთი თხოვნა მაქვს შვილო და მარტო ეს მაინტერესებს მითხარი აი მითხარი ერთ დღეში შვილო რამდენ კაცთან ასწრებ კოტრიას და ბურჯგანაობას ისე არ გამიშვა მეთქი რაღაცა დახმარება გჭირდება არ დამაწიო აი ცუდად ხარ თქვენით და აი ხა ეგ არის ალაპარაკო მთავარი რას ყვები წყალი ისე მინდა შვილო რომ მითხრა რა უნდა გითხრა როგორ რამდენ კაცთან ასწრებ შვილო ბურჯგანაობას ინტერესიანი ქალი ვარ და ზოგადად ეგ ამკლავს კარგად გახდით უკვე ხო? რა რამდენ კაცთან, კაცო, რას ყვებით? გეხვეწებით რა დალიდეიდა გაჩერდა. მაშინ შვილო, ეგ თუ არა ის მაინც მითხარი ახალ წელს რო შენთან ორი კაცი მოვიდა, ერთი წვერებიანი იყო და მეორეს სასტრაფოს ფორმა ეცვა. აი მაინტერესებს, მანდა როგორ განვითარდა ურთიერთობები, ერთთან იყავი თუ ორივესთან ერთად, ხან იმასთან, ხან ამასთან. აი ეგ
მაინტერესებს ეხლა ალბათ თუდად გოგონა ჩემგან არ გავა არ გავა, ვიცი, გიყვებით. ნახეთ, ერთი თოვლის ბაბუა იყო, წვერები რომელსაც ჰქონდა, ახალ წელს ბავშვი ყავდა გამოძახებული და მეორე იყო ჩემი ქმრის ძმაკაცი გახდა ცუდად და სასწრაფო გამოვიძახდა. სასწრაფოს ექიმი იყო. ქმრის ძმაკაცი, ესე იგი ქმრის ძმაკაცი, მესამე ქმრის ძმაკაცი, ანუ სამი ერთად გრუპა ვოი. ეჭოდი, გაბატონო, თეთრად. არა, შვილო, ცუდად არ გაიგო, რასაც გეუბნები, უბრალოდ კი არ განგში, უბრალოდ სტატისტიკა მაინტერესებს, ბებო, სტატისტიკა. კარგად ხართ დაილდეი და კარგად გახდით? არა, შვილო, მივდივარი ქვეყნად. აბა როგორ ამარ კარგად. ნუ ეს ხალი არა, ცუდად არის აშკარად არა, რაღაც. ნაირად არის გიორგი ცუდად უნდა დამრიე, შეხედე. ცია შვილო. დიახ. მივდივარ უკვე. მივყავარ უკვე გრძნობ მაკანკალებს და მიდი აი იქ წიგნია სამეზობლოს ჭორებზე სამტომეულია შვილო და ეს რომანია რამე? რომანია შვილო ხო სამეზობლოს რომანია ჭორაობები წერია შვილო და ისი არ მინდა წავიდე რომ არ წაიკითხო მესამე ტომი შვილო შენზეა დაწერილი შენი ბოზობის და ვურჯგანაობის ამბებზია შვილო როგორ ყავდი აყვანილი დატუზული იმ ცხოველ სიმას და გადაიკითხე ბებო მართლა არ არის, არ ვიცი რა. მანდა წერია როგორ ოფლიანდებოდი. ვინმე, გაჩერდით რა, დალიდეი. არ ვიცი. რა არის მალხაზი? რას ოფლიანდებოდი ერთი წამი? ვინ ოფლიანდებოდა მალხაზი? რას იმას შვებოდაო და ოფლიანდებოდიო, ეგ მაინტერესებს. და ვინ იყო? რა სამტომეული არის ამ წიგნში გამაგებილი? ვისთან მოფლიანდებოდი? ხო, აბა, რატო ამბობს? ეს კალი რომ ასე შვებოდაო და ოფლიანდებოდაო. არაფერს ამ შვებოდი, მალხაზი გააჩერე ენა. რა გამაჩარო, გოგო, სამტომეული, რატო არის ამ წიგნში გამაგებინე? მე რა ვიცი, მალხაზი რა არიჩხუბოთ, აქ არის თვითონ სქემა აწყობილი. აი, ესა შენ ამასთან თამუნა აქ რაკებელია თამას მოწყობილი. რა ხდება, გაბატონო? აი ამ სისულელებზე, უჯერა, ხო, კარგი, არ ერთი მალხაზი რა, ზოგადად არ ვიცი საერთოდ მე ოფლიანობა. გიორგი, მოდი შვილო. რა მე რა რაღაც უნდა გითხრა. ყურში რა უნდა მითხრა ეხლა ისეთი ხო იცი გეტყვის რაღაცას არ მითხარი, არაფერს არ უმალავ მე. რა ხდება? შენი ცოლი რა ჩემი ცოლი, კაცო? იცი ვისთან ღალატობს? არა. აი მე გიორგი. ერთი წამი შენი ცოლი ვისთან ღალატობს ყურში ეს ვისთან ღალატობს ჩემი ცოლი? ვისთან და არა ბებო არა. მითხარი ერთი წამი ეხლა გალბატონო დალი მართლა მითხარი ვისთან ღალატობს ჩემი ცოლი? ხო უკვე ადამიანი ვარ. ჭორაობა მე არ მიყვარს ვისთან და არ მინდა შვილო ჭორაობა. ერთი წამი ეხლა აი მე დამაწყდა ნერვები რა. ვისთან ღალატობს? ვისთან და გიორგი კაპანაძესთან. გიორგი კაპანაძე ვინ არის ხალო? ვინ არის გიორგი კაპანაძე? და რა ნაცნობი სახელი და გვარი არის? გიორგი კაპანაძე ასე ჰაერზე მოიტანა. ეხლა მართლა ამდენი ხანი ვიყავი, ვითმინე. გიორგი კაპანაძე. ღალატობს შენი ცოლიო, გოგო, შენ ხარ გიორგი კაპანაძე, იდიოტო, გამოეთრიე შვილო. გიორგი კაპანაძე შეიძლება მე ვარ, მაგრამ კიდე ხო არის ბევრი გიორგი კაპანაძე. აი მე გიორგი შენ არ ხარ. შენზე თქვა ბიჭო. სწორები ვისმინე მე ეს კაბატონი. შენზე თქვა გიორგი. სქემა არასწორია. მე გიჟია ეს ხალი არის. ვინ არის გიჟი? შენ ხო არ აფრენ მართლა. ვინ აფრენს გოგო? ავედი ერთი შენი თავი არა მაქვს ერთი. რატო წავიდე ეხა ეს თუ მართალია რატო წავიდე? რას ამბობ გიორგი? რას ვამბობ? მართლა ეხა მე ადამიანი ვარ. ამუნას არის ცნო ბიჭო. ეხა რა არის? გიორგი კაპანაძე კარგით რა, კარგით, აი ეს ბედნიერი ხართ ახლა, რომ წააჩხუბეთ ესეთი ანგელოზი ვიწყვილი? არა მომიღია ბებო მე რა. ნახე რა, შეხედე რა. და შენ კიდე იდიოტი რო ხარ, ეგრევე ყროყვები ყველაფერში ამ ქალს. აი ეხა ძალიან ნერვიულობ რა თამუნას და გიორგიზე. მალხაზი. დიახ. მოდი შვილო. ხო შენ იცი აბა, დაიჯერე. მალხაზი შვილო, რაღაც უნდა გითხრა. დიახ. შენ ცოლზე. ხო, აბა რა. შვილო, შენი ცოლი და მეორე სართულის ელგუჯა. აი ერთწამი ვინ ელგუჯა ხალო გამოფხიზლდი ერთი წამი გამოფხიზდი ერთი წამი ვინ ელგუჯა ვინ არის ვინ ელგუჯა მეორე სართული რა მერე მოკლედ რა მალხაზ შენი ცოლი და
მეორე სართული. ელგუჯა გავიგე. ელგუჯა. ეთი გამოფხიზდი. ელგუჯა რა, მერე რა, რა, მერე რა. აი მე რებს აკეთებ დალიდეიდა. ნახე რა. ახლა ვიცი რაც არის მე. შეხედე. აუ დაიდე როგორ მაგადი ეხლა მეორე რა არის გამაგებინე? მე რა ვიცი რა არის მე ვიცი ზუსტად რაც არის და გუჯა ელგუჯა ვინ არის საიდან მოიტანა ამან ეს სიტყვები ა ბიჭო ელგუჯა ჩვენი მეზობელი რო იყო ჯერთი 6 წელია ძალიან კარგი კაცი ძალიან სიმპათიური მშრომელი კაცი იყო და 6 წლის წინ წავიდა საზღვარგან სიმპათიური რო იყო საიდან შენ სანამ ბიჭო სათხვდები მაგას დავინახე კაცო ერთხელ ხო დავინახე მეზობელი მე რა იცი რომ სიმპათიურია ბიჭო აღქმის უნარი არ გამაჩნია ეგ არის 6 წელი რა იცი წასული რო არის დაიმე მალხაზი უკვე თან ძალიან მომაბეზე საერთოდ გშორდები რა კიდე ვიცი მე რაც არის ხო გეუბნები იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე მაგთი ნომერი 45 სილქნეტი 345 ახალი ქსელები 345 მარტივი 45